სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. Ზვანოდან გვიახლოვდება უდიდესი დღესასწაული ნათლის ღება განცხადება მეორენაირად ეწოდება ამ დღესასწაულს და აი მე მინდა ვისაუბრო რა არის ნათელი და რას ნიშნავს ნათლის ღება სიღრმისეულად და მე შეგბიბით რომ დღეს გამოვაცხადებ ვინ არის საქართველოს ნათლია ეს თქვი იმიტომ რომ გეფიქრათ და მართლაც კაია რომ ესე გამოვაცხადებ რა რელიგიურს რაიმის ესეთი კითხვა რო არის რომ აი ვინ კითხულობთ ალბათ ვინ იკითხეთ ალბათ ვინ არის ნათლია ზოგმა თქვა ღვთისმშობელი ზოგმა თქვა მაცხოვარი ზოგმა თქვა პატრიარქი რა თქმა უნდა და ასე შემდეგ ყველა სწორია ყველა მაგრამ მე გულისხმობ ვინ მონათლა პირველად ერი ჩვენ მირიანი ნანა და სხვები ამას გულისხმობდი და რადგან ეს ისტორიულად არ არის კარგად წარმოჩენილი ქართლის ცხოვრებაში ეს არ წერია ამიტომ მინდა რომ გავამახვილო თქვენი ყურადღება დღევანდელი ქადაგება მე მინდა დავიწყო ერთი წმინდა მამის წერილით რომ კარგად მივხვდეთ რა არის ნათელი ხშირად გესაუბრებით ხოლმე ჭეშმარიტებაზე მინდა გაიგოთ მრევლს წერს წმინდა მამა მინდა გაიგოთ თუ რავებენ მნიშვნელოვანია საკუთარ გონებაზე დაკვირვება ადამიანს უეჭველად მისი აზროვნების წესი უძღვის წინ იგია ჩვენი ნათელი დიდი გულმოდგინებით უნდა უდარაჯოთ ამ ნათელს ესე იგი რა არის ჩვენი წამსი კრედო რას ვეფუძნებით რათა იქცეს ბნელად და მაწვარ ნათლით იხილე უკვე ნათელი იგი შენ შორის ბნელი ხოს გვეუბნება მაწვარ ჩვენი აზროვნების წესი ჭეშმარიტებით უნდა იყოს გაბრძვილი რას ვეუბნებით სხვა ჭეშმარიტება ქრისტეს გარდა არ არსებობს კარგად დაუკვირდით ჩემს სიტყვებს გთხოვთ გემუდარებით გევედრებით თქვენივე ცხონების გულისათვის სწორი აზრების შეწყნარებისაგან იშვება ყოველი სიკეთე არასწორი აზრების შეწყნარებისაგან კი ყოველი ბოროტება ცხონების სურველი მართლმადიდებლური სწავლების ერთგული უნდა იყოს ასეთია წმინდა წერილის და ეკლესიის წმინდა მამათა სწავლება ერთადერთი წმინდა ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლება ყოველი სხვა სწავლება უცხოა ჭეშმარიტებისთვის ჭეშმარიტებისთვის რომელიც ზეცით გარდა მოხდა ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით გამოეცხადა ადამიანებს სხდომარეთა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისად ჩვენი ერით სანამ განათდებოდა და ნათელს იღებდა ზუსტად ასე იყო ბნელსა შინა ვიჯექი და აჩრდილთა სიკვდილისათა და ინდივიდუალურად ყოველი ადამიანი როდესაც ქრისტეს განშორდება ის ზის ბნელსა შინა და სიკვდილთა აჩრდილისათა იმიტომ რომ ქრისტიანობას მოაქვს გაგება იმ ქვეყნიური მარადიული ნეტარი ცხოვრებისა სხვა არც ერთი იგი არც ერთი რელიგია არ საუბრობს ამას გაკვირთ კი შეიძლება რაღაც ასე ნათლად ასე დამადასტურებლად ამიტომ როცა ამას მოწყდები აღარ რჩება სიკვდილი ირგვლივ მეტი არაფერი და სიბნელი მეტი არაფერი და აი ძმანო და დანო ჩვენმა ერმა მეოთხე საუკუნეში საოცარმა მეფე მირიამმა ჩვენმა დედოფალმა ნანამ თელმა მთავრობამ გადაწყვიტა ბნელსა შინა აღარ ყოფილიყო და მიეღო ქრისტიანობა და აი გავაცოცხლოთ ჩვენ ახლა ძმანო და დანო ეს დიდებული სურათი გავაცოცხლოთ წარმოვიდგინოთ მირიანი და ნანა
ძვირფას სამოსებში, ფისონებში, გვირგვინით, ოქროს გვირგვინებით, მათი შვილები, ძმები, დები, მთელი მთავრობა, სხვა ვეზირები, ანუ იმდროინდელი მინისტრები, თავადაზნაურობა დგას თავიანთ შვილებით, ოჯახებით, ზმანო და დანო ულამაზეს ფორმაში, აი იქ, სადაც პირდაპირია, იქ სადაც ანტიოქიის ტაძარია, კარგად შეგვიძლია ეს გავაცოცხლოთ ეს სურათი, სვეტიცხოვლის უკან. იქ სადაც მტკვარი უერთდება, არაგვი უერთდება მტკვარს. აი იმ ადგილზე ვიცი ჩვენ ეს ყველაფერი. აი იქ დგანა და ელოდებიან ზმანო და დანო ნათლიას, საქართველოს ნათლიას. და ვინ არის საქართველოს ნათლია? ეხლა ჩვენ ცოტა შორს, არც თუ ისე შორს, ეს იყო დაახლოებით 326 წელს. ერთი წლით უკან გადავინაცვლოთ, ნუ ისე შორს რა თქმა უნდა მეოთხე საუკუნეში და გადავხედოთ პირველ მსოფლიო კრებას. 325 წელს თქვენ იცით, ჩატარდა მსოფლიოს პირველი კრება ნიკიაში, იმპერატორის კონსტანტინეს სახლში, სასახლეში, უზარმაზარ დარბაზში, ჩვენ ესეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა სასახლე იყო ამისთანავე ერთ დარბაზში ეტეოდა 2000 კაცი, თან ალბათ თავისუფლად ახლა გაჭირვებით ხარ ჩაატარებდნენ სამეფო მეფე იმპერატორი კრებას. ამ კრებას ესწრება ზმანო და დანო 318 წმინდა მამა. თან მღვდელმთავარ, თორე სხვა მამებიც დიაკვანი ეფრემასური, უდიდესი მამა, მაშინ ჯერ არ იყო პატრიარქი, ესწრება ათანასე დიდი და სხვა წმინდა მამები. 318 მღვდელმთავარი ეპისკოპოსი, მათ შორის როგორიც არის წმინდა ნიკოლოზ, მათ შორის როგორიც არის სპირიდო ტრებიფუნტელი ზმანო და აი ესეთი დიდი მამები. და ამ დროს აქცის ჩვენი ნათლია ზმანო და დანო ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი. ოღონდ ამ პირველ მსოფლიო კრებაზე დამტკიცდა ეს ტიტული პატრიარქობის ამ დროს ის მთავარეპისკოპოსი ანტიოქიის, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს ფორმალობა ყველა დიდი ქალაქის ქვეყნის ასურეთის, ესე იგი პატრიარქი იყო ევსტათი, ამ დროს ჩვენი ნათლია, მაგრამ სად ზის ზმანო და დანო. ესე იგი ძალიან უყვარდა იმპერატორს, თურმე კონსტანტინეს ძალიან უყვარდა მჭერმეტყველება, გიჟდებოდა, ამის გამო წიგნებს კითხულობდა, სპეციალურად ურჩევდნენ ხოლმე შეხვედრებზე სპეციალურად ისეთ ორატორებს, რომლებიც მოხიბლავდნენ იმპერატორს. აი ამ ჭკუა ეკეთებოდა იმპერატორს. აი ამას წარმოთქმულ სიტყვაზე. ამიტომ ასარჩევი იყო ზმანო და დანო ამ 318 წმინდა მამიდან მსოფლიოდან მოსული გენიოსები, უდიდესი გონების მატარებელი ხალხი ზმანო და დანო, უდიდესი განათლებული ხალხი, 318 წმინდა მამა. და წარმოიდგინე აქედან უნდა ერჩიათ ყველაზე წიგნობარი და ესეთი ყველაზე წიგნობარი იყო ჩვენი ნათლია ევსტათი, ანტიოქიის პატრიარქი აირჩიეს და ის დაჯდა პირველ ადგილზე იმპერატორის გვერდზე. მას უნდა წარმოერთვა პირველი სიტყვა. მე ახლა ცოტა ასე ხალხურ ტრადიციებზე გადავალ. თქვენ იცით რომ ხალხური ტრადიციით, არა ეკლესიური, ხალხური ტრადიციით, მაგრამ ხშირად ემთხვევა ხოლმე ნათლია რას დაანათლის, ხო ესე ვიცით ხოლმე, რას დაანათლე, ნათლია კარგი ყველაფერი ვაგონთ ხოლმე, ნათლიას ეუბნებით როცა ნათლავთ ახლობელს და აი რა დაგვანათლა, რა საინტერესოა ჩვენი ისტორიის მანძილზე, როგორ გავს ეს ყველაფერი, ეს ტრადიცია, მაგრამ ზოგჯერ აი კარგად ესე იგი ზოგჯერ აი ესე ემთხვევა და არა შემთხვევით, რა თქმა უნდა, ამ ჩვენმა საოცარმა ნათლიამ უგანსწავლულესმა პიროვნებამ ზმანო და დანო ევსტათი ანტიოქიის პატრიარქმა დაგვანათლა, ჯერ ის რომ პირველ ადგილზე იჯდა და პირველობა და ლიდერობა, კარგი გაგებით ვამბობ, თქვენ იცით რომ საქართველო ამ რეგიონში, კავკასიაში ნამდვილად ლიდერია და ნამდვილად პირველია ყველაფერში, ყველა სფეროში. ისეთი ნიჭიერი არის ქართველი ხალხი. დაგვანათლა ზმანო და დანო ასევე წიგნობრობა,
მიგი ფრიად ციგნობანი იყო და ამაში მართლა უკვე კავკასია კი არა, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები ვართ, იმიტომ რომ ბერძნების შემდგომ ჩვენ ვართ ერი, რომელმაც შევინარჩუნეთ მე-5 საუკუნის წიგნი, მე-5 საუკუნეში გვაქვს უკვე ჩვენ წიგნი შუშანიკის წამებეს საოცარი ნაშრომი ძმანო და დანო უიაკობ მღვდლის იაკობ ხუცესისა ძმანო და დანო და იქიდან მოყოლებული ჩვენ იცით წიგნოგრობაში როგორ მისახელეთ თავი აი 2016 წელია იუნესკომ გამოაცხადა შოთა რუსთაველის წლად ძმანო და დანო და რა სამარცხვინოა როგორ გული მტკივა მე რამდენჯერ ვამბობ რომ როცა იუნესკომ გამოაცხადა იმ დღიდან ქართველობას უნდა დაეწყო ამის ასე ვთქვათ კაი გაგებით გაპიარება აი ეს სიგარეტის აბრებილვა და პლაკატები ამდენი სიგარეტი ერთი აბრაზე დახატება რუსთაველი დახატება ინგლისურად დაწერა რომ 2016 წელი იუნესკომ გამოაცხადა რუსთაველის წლა ერთი სიგარეტი შეცვალე ერთი აბრე გააკეთე ერთი მათ რუსთაველზე სადაც დადის მსოფლიო და უყურებს ზოგმარიცის ეს და გაიგებს როგორ შეიძლება ესეთი რა უნდა არა მარტო უნდა მოუფინოთ მსოფლიოს გავაგებინოთ ყველაზე კარგი ხო ამბობენ როგორ ვქნათ რომ რუსთაველი გავაგებინოთ მსოფლიო აი ესე გავაგებინოთ კაცო საუკეთესო დრო გვაქვს ახლა ძალიან გულით და იცი თქვენ აი ნათლიამ როგორ დაგვანათლა გამოდის ეს ციგნოგრობა რომ ქართველმა ერმა აი ესე ვაშკაცურად ლიტერატურით ნამდვილად თავი ისახელა იმ დონეზე რომ პოეზიაში მწვერვალს მიაღწია ძმანო და დანო ანტიოქიის პატრიარქი ძის და ელოდებიან გახსნას ესე იგი კრების მან უნდა გახსნას ჩვენმა ნათლია და აი დგება ამ დროს ჩვენ წარმოვიდგინოთ პარალელურად იქითაც გადავერთოთ წარმოვიდგინოთ რომ ანტიოქია უნდა იცოდეთ სამწუხაროდ დღეს პატარა სოფელია სირიაში თურმე მუსლიმებმა მე-13 საუკუნეში სულ დაანგრიეს ეს ქალაქი ბევრი ანტიოქია თურქეთშიც არის ერთი ანტიოქია სხვაგანაც არის მე ვამბობ აი დედაქალაქ ანტიოქიას იყო აღმოსავლეთის დედაქალაქი ულამაზესი ქალაქი თურმე ერთადერთი რომი იყო აღმატებული შემდეგ აშენდა კონსტანტინოპოლი და მესამე ქალაქი იყო მსოფლიოში მაგრამ აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლი მაინც ევროპის ქალაქი იყო რომის ევროპის აქეთ იყო ყველაზე ლამაზი ქალაქი ანტიოქია და წარმოიდგინეთ ახლა ანტიოქიიდან გამოდის ესე იგი ეს ნათლობა იმპერატორმა დაავალა კონსტანტინემ ევსტატი ანტიოქიის პატრიარქს რომ წადი და მონათლე საქართველოს მოიქცაო ეს იყო დიდი სიხარული ეს იყო პოლიტიკური მოვლენაც ამიტომ თქვენ წარმოიდგინეთ როგორი ამალით წამოვიდოდა ევსტატი გაიხებოდა ანტიოქიის კარი ჭიშკარი შესასვლელი და გამოდის პატრიარქი თავის ამალით და რა თქმა უნდა გამოაყოლებდა ჯარს იმ საოცარ ჯარს რომის იმპერიას ვიზუალურად ეს ჩვენ კარგად შეგვიძლია აღვადგინოთ ვისაც სპარტაკი უნახია ფილმი გლადიატორი ვისაც უნდა როგორი ჯარისკაცები იყვნენ ხო როგორ შემოსილები რკინის მუზარადი წითელი მანტიით ეს რომის ჯარისკაცები და ეს ჯარი მოუწვის პატრიარქს და მის ამალას ცხეთისაგან ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ პირველ მსოფლიო კრებას და ჩვენ ხედავთ ძმანო და დანო აი გამოდის ევსტატი მიესალმა იმპერატორს ყველას და პატარა მონაკვეთს ავიღებ მისი სიტყვიდან კეთილმორწმუნეო მეფეო კურთხეულას ღმერთი რომელმან აგირჩია შენ ქვეყნიერების მეფედ აქ იცით როგორ უნდა წარმოვიდგინოთ აი იმ დროს ძმანო და დანო ქვეყნიერება იყო ყოველ შემთხვევაში რომის იმპერიის მოქალაქეები ესეთულიდნენ რომის იმპერიაში ვინც შედიოდა დანარჩენს არც თuliდნენ და არც ისე საფუძვლად მაგალითად იქ რუსეთში იქ არისო მაშინ სახელმწიფო იქ დათარეშობდნენ სხვადასხვა ტომის ხალხი გერმანული ტომები სლავური ტომები არც წერა კითხვა არაფერი არ იყო იქ არც კულტურა მაშინ აქეთ შუა აფრიკაში თქვენ იცით იქ რომ კაცი ჭამიობა ეხლა გადავარდა სადღაც მე-20 საუკუნის
მეორე ნახევარში. რა იქნებოდა მაშინ? ნუ ავსტრალია მაშინ არც იყო აღმოჩენილი, ამერიკა არ იყო აღმოჩენილი, ეს იყო ეს. ის მანჯურია და ის ჩინეთითი კულტურა იყო, მაგრამ იმ დროისათვის ძალიან არეული იყო. გაერთიანებული. აქ არაბეთის უდაბნოშიც იგივე სიტუაცია იყო და რასაც ჰქვიოდა პროგრესული, რასაც ჰქვიოდა ნამდვილი ქვეყნიერება, ეს იყო ეს მონაკვეთი ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა, ჩვენი ქვეყანა რა თქმა უნდა ცივილიზებულ სამყაროში და ეს იყო და ეს სპარსეთის სპარსეთი ნაწილობრივ. ამ ქვეყნიერების იმპერატორი იყო კონსტანტინე. შენი ხელით მოსპო კერტთაყვანისცემა ღმერთმა და მორწმუნეებს მიმადლა მშვიდობა, ღვთაებრივი მოძღვრება მიმოეფინა მთელ დედამიწას, იდი და მამა თაყვანისცემება ძე, მადლობ სულიწმინდა სამებას ერთარსებას, შეინარჩუნე სარწმუნოება მეფეო და არ მისცენება ერეტიკოსებს, არიანელობის გამო იცით მოხდა, თანამედროვე იეჰოვას მოწმეები, ზუსტად ეგრე. და ერეტიკოსებს არ მიცეთ შეურაცხონ იგი. არიოსმა განყო სამება და ძე გამოაცხადა კნილება, უბრძანე მეფეო, შეინაროს გზაბნეულმა და ნახეთ რა მნიშვნელოვანი სიტყვებია. და თუ არ ინება, განაგდე მართლმადიდებლური ეკლესიიდან, ნახეთ, რათა არ შეურყიოს რწმენა სუსტ ადამიანებს და უცხოს. ხედავთ ზმანო და დანა დღეს იეჰოვას მოსწმეები ზოგი რო ამბობს, აი გამრავდნენ, იმიტომ რომ სუსტები არიან. ვინც მიიღებს იეჰოვას მოწმეებს, ეს ნიშნავს უძლური ადამიანი, სუსტი ადამიანი. არ ესმის საერთოდ ბიბლია, თუმცა პრეტენზია აქვს, რომ ვითომ ესმის, იცით, ბრძენი ადამიანი. აი თქვათ, ვინმე არ იცის რელიგია, არ იცის ქრისტიანობა, მაგრამ რატო უნდა გადახვიდე იეჰოვას მოწმეების ჭკუაზე? ვიხმარე სიბრძნე, აი როგორ უნდა იხმარო, ნახე. როდესაც ისინი დაიწყებენ აი ქადაგებას, შენ უნდა თქვა, ესენი ახლა გაჩნდნენ. მართლმადიდებლური ეკლესიათი მოდის ქრისტედან, იქიდან მოდის. მართლმადიდებლური ეკლესია მოიტანა ბიბლია საერთოდ. ესე იგი, მე უბრალოდ არ მესმის ეს. ამიტომ მოიყვანე მღვდელი და ესაუბრე იმას, არ მიცე უფლება, რომ იეჰოვას მოწმე შენ, ესე იგი, გადაგიბიროს. არავით არ შემთხვევაში. აი ეს ვინც გადაიბირება, ეს არის სუსტები, ნახე რა შეუნება იმპერატორს. იმიტომ რომ თუ არ განაგდებთ ამას ეკლესიიდანო, სუსტებს გადაიბირებენ. ზმანო და დანა, დაუბრუნდეთ ისევ მცხეთას. აი წარმოვიდგინეთ, რომ თქვენი ნათლია უკვე მოვიდა მცხეთაში, ჩამოვიდნენ ეტლებიდან, ცხენებიდან და უკვე აი დაახლოებით სადაც მოედანია და მეფის სასახლის ნანგრევები მცხეთაში, აი იქიდან უკვე დარჩა 300 მეტრი ნათლობამდე, სანათლავამდე და აი მიდიან, წარმოვიდგინოთ. ეხლა ჩვენ ცოტახანი ისევ გადავიდეთ იქ სოფლიო კრებაზე და ზმანო და დანო სოფლიო კრება დამთავრდა მართლმადიდებლების გამარჯვებით და ყველა ეპისკოპოსი დაბრუნდა თავის ეპარქიაში და ნახეთ რა ხდება მზაბრობა ზმანო და დანო. ევსტატი დაბრუნდა ანტიოქიაში თავის საპატრიარქოში დაბრუნდა და იმდენად განათლებული იყო და ძლიერი იყო ევსტატი, რომ არიანელობა კრებამ კი დაამარცხა, მაგრამ არ მოხდა დღესაც არიან იეჰოვას მოწმეები, არიანელობა ზმანო და დანო მიმოფანტული იყო მაინც და ბევრს აცდუნებდნენ და თავის წერილები, ისეთი ძლიერი წერილები ჰქონდა ევსტატის ზმანო და დანო, რომ თავის წერილები, ესე იგი, დიდ პრობლემას უქმნიდა არიანელებს. ამიტომ არიანელებმა გადაწყვიტეს მიმართეს ხელს. მოდი ვითომ შევინანებთო, ვითომ იმპერატორს მიმართეს ეპისკოპოსებმა, რომ შევინანეთო, კვლავ დაუბრუნდნენ თავის კათედრებს, შინაგანად იყვნენ არიანელები და დაიწყეს ბრძოლა ევსტატის წინააღმდეგ. ევსტატი არის პირველი ადამიანი, ვისაც პირველი დევნილი არიანელებისაგან და პირველი ადამიანი, ზმანო და დანო, ვინც ამხილა ორიგენი, ეს ბუმბერაზი ონწალებელი ადამიანი, პირველი ვინც ამხილა, ვინც გაბედა. იმიტომ ორიგენს გაუნათლებელი და სუსტი ესე ვერაფერს ვერ უზამდა და ვერ გაბედავდა. და ნახეთ რა გაუკეთეს. ნიკომიდიაში ცხოვრობდა იმპერატორი
კონსტანტინე, რადგან აშენებდნენ კონსტანტინოპოლს და ნიკომიდიის ეპისკოპოსმა ევსევი ამ ზაყვარმა უთხრა იმპერატორს: "მაკურთხეო, უნდა წავიდეო იერუსალიმში და მოვინოცო ეს, იმიტომ მოიგონა, თორე სულ არ აინტერესებდა წმინდა ადგილი, რომ იქიდან ამოსულიყო და მისულიყო ანტიოქიაში. თავის ზაგრული გეგმები ჰქონდა. და მართლაც მოკლედ ესე მოხდა, ამოვიდა მოლოცვის შემდეგ ნიკომიდიაში ევსტატისგან და უთხრა: "მოდიო, კრება მოვაწყოთ ევსტატის, რა ჰქონდა, ნახეთ ჩაფიქრები." ევსტატის გაუხარდა რა ჯობია ძმები რომ დაჯდებიან ერთად და ისაუბრე რელიგიაზე. და ამ კრებაზე ძმანო და დანო წინასწარ იყო განსაზღვრული, შემოიყვანეს ერთი ქალი, შემოვიდა ბავში თხელში და დაიწყო ყვირილი. "ევსტატი, აქ ხვენია, როგორ მიმატოვე, ეს შენი შვილია." გამიგეთ ძმანო და დანო ბოროტება. რა ხდება? და როგორ დახვეწილია დღეს ბოროტება ძმანო და დანო? მაშინ რეები ხდებოდა. ივანე ოქროპირი წარმართებმა გააგდეს და აწამეს ქრისტიანებმა. ასეთია ბოროტებასა ზედა ძებს ეს წუთი სოფელი ძმანო და დანო. ამიტომ არის წმინდა მამები მუდამ ვაფრთხილებენ გონების სიწმინდე ეს ზაგრობა როგორიც უნდა განაგო და რა გაუკეთეს. ესე იგი ატეხეს ერთი ამბავი, თურმე რუსში ყოფილაო ყვიროდნენ ეს მტრები, ზოგიერთი ეპისკოპოსი და მტრები მტრები ყოფილა ევსტატის მომხრები იცავდნენ ევსტატის მთელი ქალაქი ფერზე და არეულობა მოხდა ანარქია. ეს ორი ეპისკოპოსი გაიქცა ნიკომიდიაში და მეფეს მოახსენა იმპერატორს. ევსტატი მარია მთელი ანტიოქია და ანტიოქია ხა დიდი ქალაქი იყო. ესე ვერ დატოვებდა და მოატყუეს, უბრალოდ მეფემ დაიჯერა მათი ამ ზაკვების. კეთილი კაცი ამას ხო არ იკადრებს, ბოროტი იკადრებს და ზოგს ჯერა. და თან ისეთ დაამატეს, რომ დედაშეს ლანძღავს და აგინებს ელენე ბეჯუპავს წამი. და იმ წამსვე ბრძანა იმპერატორმა რომ გაესახლებინათ და კათედრიდან გაეგდოთ ესე იგი ევსტატი და გაასახლეს ძმანო და დანო ბულგარეთში დიდი წამება განიცადა და ასე მიაღწიეს ამ ბოროტებმა მიზანს. მაგრამ ნახეთ ოქროპირის სიტყვა შემდგომ ევსტატის შესახებ. ნუ გიკვირთ რომ საქებელ სიტყვაში იოანე ოქროპირი ამბობს: ევსტატი ანტიოქიელი მოიხსენე მოწამე. თქვენი თქმით ის თავის სიკვდილით გარდაიცვალა. როგორ ხარ ის მოწამე? მე ხშირად ვამბობ, რომ მოწამე არა მარტო სიკვდილით ხდება, არამედ განწყობით. ევსტატი ხდება სამშობლოს გარეთ, დევნილობაში. ის არ მოუκლიათ, მაგრამ პავლე მოციქული მსგავსად მზად იყო მრავალჯერ მომკვდარიყო იგი ქრისტეებს. მას შეეძლო შვიდა, მეფურად ეცხოვრა თუ უღალატებდა ჯულს, მაგრამ მან აირჩია ქრისტე, ამისთვის ღირსი იყო მოწამეობრივი გვირგვინის. ასე რომ იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ევსტატი იყო მოწამეც, აღმსარებელიც, ღირსი მამაც, მდელთავარიც, საოცარ ყველაფერი დაჯილდოებული. და წარმოიდგინეთ, მოაღწია და ანტიოქიის პატრიარქმა ჩვენმა ნათლიამ ევსტატი მოვიდა მირიანთან. რა სურათი იქნება ძმანო და დანო? ერთმანეთს გადაეხვეოდნენ, დაიჩოქებდა მირიანი და ნანა მთელი მთავრობა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე. შემდეგ გაისაუბრებდნენ ცოტათი და მერე ყველაფერი იყო მოწყობილი და წარმოვიდგინოთ ძმანო და დანო იმ ადგილზე ანტიოქიის ეს სასახელო უდიდესი მსოფლიო მამა ევსტატი ანტიოქიელი ნათლავს მირიანს ძმანო და დანო. რა შთამბეჭ თავის სურათია ძმანო და ჩვენ როცა მივარდით ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ეს ყოველთვის. და აღსანიშნავია რომ მე ხშირად ვამბობ, მე თო რატო არ იყო პავლე მოციქული საქართველოში, რატომ არ იყო? და იოანე ოქროპირი უწოდებს მას მეორე პავლეს, ასე რომ ანტიოქიის პატრიარქის სახით ჩვენთან ჩამოვიდა პავლე, ასე ვთქვა. და მე გეტყვი კიდე ერთ რამეს, რომ ამ წმინდა ადგილზე პავლე მუდამ არის განსაკუთრებით. რატომ? ამას შემდგომ გეტყვი. მე მინდა აქ დავამატოთ, რომ წარმოიდგინეთ ეს რა წმინდა ადგილია. აქეთ სვეტი ცხოველი, ილია წინასწარმეტყველის ხალები, მაცხოვრის ყვართი და იქ ასეთი უდიდესი წმინდა მამა მოვიდა და საქართველო ესე იგი განათლა. და
ერთადერთი რაც აკლდა ამ წმინდა ადგილს თქვა სიტყვაზე ვამბობ ეს იყო უდიდესი სასწაული თქვა როგორიც მეწამული ზღვა რო გაიყო ხო იქ ღვთის დიდი მადლი იყო და მშრალზე გადავიდა ისრაელი ეს ამბავიც მოხდა ამ ადგილზე ძმანოდა და წმინდა ნინო როდესაც გარდაცვალების წინ ბოდმეში წერილი დაწერა და ვიცა კახეთის დედოფალს უგამახსენებთ და ქუჯის კახეთის დედოფალს და უთხრა რომ ეს წერილი წაუღე მირიან და ნანასო და რომ მოვიდნენ მე მინდა სიკვდილის წინ ისინი ვნახო და დავლოცო და იმ ადგილისკენ მოვიდნენ აი სადაც პირდაპირ ჩვენ ყოფილვართ ლაპარაკია მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის შორის ადგილი და იქით ამ მხრიდან მოვიდა დედოფალი თავის ამაგი და იყო ძალიან ადიდებული არაბი და იქით დგანა მირიანი და ნანა ელოდებიან მაგრამ ვერაფრით ისე ადიდებული იყო წავიდა ერთი ვაჟკაცი და უკან დაბრუნდა მეორე ვერან ვერ გადაცულა არაბი და მაშინ დედოფალმა გადაიწერა პიჯვარიც მანო და დანო მე წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა მაქვს და შეაგდო ცხენით მანო და დანო არაბში და ამ დროს როგორც მეწამული ზღვა არაგვი აესე ორად გაიღო და დედოფალი მშრალზე გადავიდა ასე რომ ეს ადგილი აქვს მანო და დანო უწმინდესი ადგილი და ღვთის დიდი მადლია დავანებული იქ ზვანო და დანო და აი თქვენ იცით იქ პატარა ტაძარია სტეფანე პირველმოწამის სახელზე და რა ქვია ტაძარს ანტიოქია რატო ქვია ანტიოქია იმიტომ რომ ანტიოქიის პატრიარქმა განანათლა საქართველოს ზვანო და დანო და რატომ დაარქვეს სტეფანე პირველწამებულის სახელზე იმიტომ ზვანო და დანო რომ საქმე მოციქულთაშ ჩვენ ვკითხულობ პირველ მოწამე სტეფანი რო აწამეს და მოკლეს იმის შემდეგ აი პირდაპირ საქმე მოციქულთაშ ამის შემდეგ იერუსალიმში ყველა ქრისტიანს დაუწეს დევნა და ქრისტიანები წამოვიდნენ და შემოვიდნენ ანტიოქიაში და პირველი იქ ადაგეს წარმატებთან და ამ ტაძარსაც ანტიოქია დაარქვეს და იქ 12-ვე მოციქული გადაგებდა მათ შორის პავლე მოციქულიც ნუ თავ მოციქულიც მანოდა და ასე რომ იქ სადაც თანახეთ რა სიწმინდეა იქ რომ მივალ ჩვენ ყოველთვის უნდა გავიხსენოთ სტეფანე პირველმოწამე სადაც სტეფანე პირველმოწამეს ვამბობ იქ არის გამალიელის იქ არის ნიკოდიმოსი თქვენ რატო იმიტომ რომ ესენი ერთად იპოვეს ამათი ნაწილები იქ არის აბიბო ამ საოცარი გამალიელის შვილი პატარა რომელიც გარდაიცვალა სიწმინდეში ზვანო და დანო და წარმოიდგინეთ ესეთი წმინდა ადგილია და მტერმა სად დაარხა თქვენ გახსოვთ 4 წლის უკან და ეს საქართველოში მოგონილი არ იქნებოდა ეს ანტიქრისტიანულმა ძალებმა დაგეგმეს სხვაგან უბრალოდ თავს მოახვიეს ზოგიერთ ქართველსა და თქვენ იცით რომ რა ხდებოდა 4 წლის უკან ჩვენ 5 წლის უკან ჩვენ ვალს ვჯეროდა რომ მანდ უნდათ მოეწყოთ ველური სანდესა რა ქვია სანამ გესმით აი ამ წმინდა ადგილზე სადაც ამ ტერმა მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი ისე დამთავრდა რომ ეს საშინელი ბოროტება რაც ჰქონდათ ანტიქრისტიანულ ძალებს ჩაფიქრებული აქ გამოვიდა აქ უნდა აღვნიშნოთ და ვამაყობ ჩემი მეგობარი მღვდლის დეკანოს ბესარიონ მენაბდემ უდიდესი გმირობა გამოიჩინა ზვანო და დანო თქვენი ცით იქ და გააკეთა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასწრაფოდ დადგეს სვეტი ჯვრიანი და აი ნამდვილი დარაჯებად დადგეს დღესაც კი იქ დარაჯად არის მისი მრევლი არჩილი ხანდახან რომ მივდივართ იქ არის ხოლმე ზვანო და დანო და აი ასე ნამდვილი გმირობა კაცია მამა ბესარიონმა და მოკლედ ყველამ ერთად და აი გადავჭით რომ აქ ასეთი საშინელება არ გააკეთეს წარმოიდგინეთ ეს რა იქნებოდა ზვანო და დანო და მაგრამ ღმერთი იხურება და გვიყურა როცა ნახა რომ მართლა შემწუხდი და მოვიდობეთ ღმერთმა მოუმატა ხოლო თუ ეს ჩვენთვის სულეთი იქნებოდა ღმერთი შეიძლება მეც დაეშვას უბედური მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ავსტით და აი მე მინდა ისევ
აი როგორ დაგვანათლა ამ საოცარმა კაცმა ევსტათი ანტიოქიის პატრიარქმა დაგვანათლა ის და ჩვენ მის ცხოვრებით უნდა გავსაზღვროთ საქართველოს მომავალი. რადგან ყველაფერი გამართლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი გამართლდა, რომ ევსტათი ანტიოქიელი ჰქონდა უამრავი ნაშრომი, უამრავი და არაფერი არ შემოგჭა. დღეს აი რომ უნდა ყოფილიყო 30 სკელტანიანი წიგნი, შემოგჭა ერთი, კიდე კაი. აი როგორც ქურდები რომ თქვა ტომრით სავსე განს მოიპარავენ და რაღაც 1-2 რო გადმოუვარდება. აი ეს ტომარა დაკარგულია და ეს გადმოვარდნილი რაც არის, მაინც ძვირფასია რა თქმა უნდა, უძვირფასესია, მაგრამ აი ეს დაიკარგა და ესე მოვიდა საქართველოსაც. რამდენი ღვთისმეტყველი ყავდა ჩვენ და არაფერი არ შემოგჭა. გარდა ბესარიონის კათალიკოს ბესარიონის გრდემლის 18 საუკუნის კათალიკოსის და გაბრიელ ეპისკოპოსის 19 საუკუნის ის 2 ტომი. აი ეს შემოგჭა. კი რაღაცები რამოდენიმე ქადაგებები კიდე ბოლნელი ეპისკოპოსი და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად აი სამწუხაროდ აი ესეც კი ახდა როგორც აი ზუსტად როგორც იყო მის ცხოვრება ისე მიდის საქართველოს ცხოვრება. მაგრამ ჩვენი მომავალი თუ ამ ცხოვრებით ვიმსჯერებ ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ ნამდვილი ცხოვრება თუ ღირს ცხოვრება, ღირს ქრისტიანობის მანოდადა. ქრისტიანობის გარეშე ცხოვრება არ არის ცხოვრება. გახსოვთ ვაჟა-ფშაველა რო ეძახით, თქვენ და ზაღლურა ცხოვრებას სიკვდილი მიჯობს, სტაშიაო რაღაც ამ დაგვარა. როგორც ეთყობა, ყველაფერი გამართლა და რაღაც ეს არ გამართდება. როგორც ეთყობა, ბოლომდე როგორც ევსტათი იყო, ბოლომდე აღსარებელი და მოწამე ქრისტესთვის თავდადებული და სხვა არაფერი არ აინტერესებდა. გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინა ქრისტიანობა, ესევე იქნება საქართველო. ბოლომდე. და აი ალბათ ამას ქვია გაბწინება და ერქმება საქართველოს გაბწინება და ყველაზე საშინელ დროს, როცა ანტიქრისტიანული ძალები რას არიზამენ, რას არ მოგვახვევენ თავს, როგორც წერია წმინდა წერილში, რომ თუ ღმერთი მერე შეაჩერებს მათ ბოროტებას, თორე ვერავინ ვეღარ გაუძლებდა. მართლმორწმუნეებიც კი ვეღარ გაუძლებდა. აი ასე დროს იმედია რომ დიდი ბირთვი, ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა არა ყველა, დიდი ბირთვი იქნება საქართველოში ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. ნახეთ მანუ და დანო, როგორი სულია ევსტათისეული, როცა ჩვენ რუისუბნისის კრებაზე ერთხმად ქართველებმა აი ესეთი რამ განაცხადეს. არათუ უბიწოება საქართველოს სარწმუნოებისა ვიცი რამე შეხებია, ნუ იყოფი ჩვენ სარწმუნოებას არასოდესო ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ერთი გრამი ბიცი არ გვიღალატია. არა გეცრუნეთ შენ სიწმინდით, მშობელო ჩვენო, სოფლიო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ მართლმადიდებლობაო, რომლისა არც სიკადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა გამცემელო არ, ვინაიდან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვარ, მოწამე არ ჭეშმარიტება, რადგან ღმერთმაო გაგხადა ღირსიო, რომ შემიმეცნეთო, ჩვენო არასოდეს არ იღალატებთო და ნამდვილად ამინი ყოფილიყოს და მე მინდა დავასრულო პატრიარქის აი ამ საოცარი რა ლამაზა თქვა, რა ლამაზი ანალიზი გაუკეთა, როგორ შეაფასა საქართველოს პატრიარქი. ო ღმერთო ერთო სამებაო წმინდა, ერთ არსო და განუყოფელ, დიდება და მადლობა შენდა, ღვთილკურთხეულო მამულო ჩვენო საქართველო, უდაბნო საშინა, ყვავილო დაუჭკნობელო. ხედა, მართლა უდაბნოა, ხო, უზნეობის უდაბნო, მთელი დედამიწა. უდაბნო საშინა, ყვავილო დაუჭკნობელო. ტაძარო სამებისაო, კლიტეო დავითისაო, მახვილო მესიისაო, იდიდე, ადიდე ღმერთი და იხარე მარა. ამინ. ჩვენ ერთხელ წავიდეთ